ამ რესტორანის ლინკი იქნება აღწერაში, შეგიძლიათ გადახვიდეთ მან და ნახოთ. DL Shop-ი, ჩემი ძმა კომპანია, რომელიც მდებარეობს გდანში, ვეკვოს 53 ნომერში, რომელიც კეპმაც მოაგებინა ნახევარფინალი დიჩის. დიჩის არა, ეს ბოდიში. დოკის, აი ესეთები ჯერ დაგვილევია. დიჩის, კიდე დიჩი ბიჭო რა. მაგრამ უყარვარ. მაგრამ დოკის მოაგებინა ნახევარფინალი ამ კეპმა DL Shop-ისგან და მინდა რომ შენს გადმოგცი. კი გაფარია, მაგრამ აი ესეთი კეპი DL Shop-ისგან ძმაო, საჩუქრად შენ. მადლობა. შეიძლება ბევრი სპონსორები მოგაზიდინოს მათ კეპმას. ეხლა დავცვლობთ, ხა? ეგრევე, ხო? ხო, switch. აი ესე ხდება DL Shop-ი ჩვენი ძმა კომპანია. ეგ არის მაგრას ისტევზე. კაია. ეს კეპი კიდე მეგობრებო, შეგიძლიათ მოიგოთ თქვენ კომენტარებში, ვინც ორიგინალურ კომენტარს დაწერს, იმას გადავცემ ამ კეპს. თავარი პრიზი, მეგობრებო, დღევანდელი ამბის. თავარი პრიზი რა. არის ესეთი კომპანია Evo Technology, რომელიც მდებარეობს გდანში, ვეკუას პირველ ნომერში და დააწესეს აი ესეთი უსასმენები, დღეს ვინც მოიგებს, იმას გადაეცემა. მადლობა ამ საჩუქრისთვისაც. ჩვენიერია. და წეგა ბიჭო მაგრიშენს ნელ-ნელა თუკა ფრი ხდება ღმერთსკალი და მე მგონი რაღაცა ჩემსკენაც წამოვიდა თემები და ეს ყველაფერი კარგია და ეხლა მე მგონი შეგვიძლია დავიწყოთ, მაგრამ თავარი შევახსენოთ. არხი უნდა გამოიწონ, აბა რა უნდა. დავალაიქოთ, დავაკომენტაროთ და მე მგონი შეგვიძლია შევწყოთ ნელ-ნელა, ხო? დავადით. ესე იგი პირველი თემა იქნება ესეთი. AI-ის მიერ დაგენერირებული რეპერები. შეიძლება უცხოელი იყოს, შეიძლება ქართველი რეპერი იყოს, როგორ წარმოუდგენია ანიმეს სტილში. გააკეთა და მე თქვენ გაჩვენებთ ფოტოს, თქვენს დაინახოთ როგორ გამოვა ეკრანზე, რა თქმა უნდა მონტაჟის დროს და უნდა გამოიცნოთ ჩვენმა ძმებმა. რა თქმა უნდა რომელიც ვერ გამოიცნობს, დაგესო. ეხლა პელეს ფოტო თუ გააძლია ეგრევე გამოიცნობს. ხო, დღეს ის არ გვაქვს რომ დაატყო და ჭიკინი რო ჭიკინებს, მაგრამ შეგვიძლია ხელი ავიწიოთ და ისე. მოდი ჩვენ შეგვიძლია გამოძახებაზე არა, ხელს ვიწევთ. ხო, ან ვიცი დაიძახი, ან ხელი ავიწოთ, რა როგორც ჭახრა. მე თავი ქუჩი მაქვს პირდაპირ მიშულობით, ყოველ კოქტეილს დავლო, ბიჭები ამასაც დავინო კოქტეილსაც. ესე იგი ყურადღებით აქეთ 1 2 3 კაბუ. ხელი ავიწიე ძმა. ამას ამსავ. არა ვთქვი რომ ხელისაწევაზე ატყო და ავიწიე. აი, მოდი მაშინ გადავწყვეტ. ხელისაწევა თუ პირდაპირ ხელი წამოძახებაზე არ არისო, წინასწარ ვიკითხე და არაო. ხო, მე თავიდან პირობდი ხელისაწევაზე, მაგრამ წამოძახებაზე წო. ხელის კლასში ხო არა ვარ ხელისაწევა. სადამდე? ერთი ეგრევე. ამოი. ანუ ერთი ქულა არის? კი, მომი, ჰა. წავიდა. გეკუთვნით. ვა. გაგიმარჯოს, მეორე სპონსორები და კაი ამბები სულ. აბა ჰე. რაც უნდა დაიწყია ხო. ალექს, ქულებს შენი გახსოვე. ერთი ქულა ამ კაცაა. DL Shop-ის წარმომადგენელი გვესწრება მეგობრებო და ქულებს დაიმახსოვრებს აუცილებლად 1 2 აბა კამი. არა. არა. ეს ვინ არის? მოწოდა? სპეციალურად ავაჩვენებ ახლოს რომ მეგობრებო ახლოს ყველა გამოიცნო. ერთი შეცდომა უკვე დაუშვა კამიო. შეცდომაზე არ არის ეგ არ. შეცდომაზე არ არის, კი რა თქმა უნდა. მაგრამ თუ გამოიცნო, გამოიცნო, თუ არა? ხო. ბიჭო, შანსი არა. გაჩვენოთ ორიგინალი. არა, არა. არა, ეს როგორ არ უნდა გამოვიცნო. ძვალი? არა. არა. ორ შეცდომაზეც უნდა ვალევინებდა. მე თავიდანვე გეთქვა, მაშინ არ ვიტყოდი. არა. განახოთ ვინ არის? საზახო არა. არა, არ ძაზე. აი, ორიგინალს განახით, რა ვიცი, აბა ვინ არის? ლექსენ. ეს თუ გაუხრე ლექსენას ლექსენა. ხო, ბლანჟი თუ წაართიძო. ახლა სიდაპირო დაჩვენოთ ყველა. აი, ბლანჟი როგორ უნდა? ოკეი, შემდეგი. დაჰა. ჩეკი ნანახი წავა. რა, დღეს აი, ორე ეს აჩვენე. მოდი მაშინ აი ესე გავხსნი ხოლმე. იმას რო პირდაპირ შემდეგში ვიდებ თუ ეკრანი იქნება ან რაღაცა ესეთი და შემდეგში რაღაც ისე ვიზო დიდი ეკრანი იქნება, დიდ ეკრანზე გამოჩნდება ხოლმე და ასე შემდეგ და ქულებში როგორ ვარ ალექს შენ ხოლმე ორი ქულა. დღეს სანამ დავიწყებთ რა თქვი ამაზე, უსასმენზე, ამას მოიგებ და დასტაგებო რა უთხარი და კაი, მერანელა გავაძნელოთ. მაშინ აი ესე გამოვწერო, ორი უნდა ინახოთ. 50. არა. Ice Cube. კი ბატონო. Yeah. Drink, brother. მე თავიდან 50-ზე წავედი, ხო? დადგა შენი ჯერი. გაგვიმარჯოს. ოპა. თუმცა მსგავსება არის. არა, ხო. მაგრამ ეგ რადულსაც არ გავაკეთებ. იმში ის იყო რა თქმა უნდა. Ice Cube-იც არ არის რთული, უეჭველი უნდა გამოიცნო. NW რა გამოდის? straight out-ა. ორი-ერთი? კი. ოკეი, გრძელდება. 1 2 ოპა.
ისა დოქტორ დრო. კარგი ხარ. ნო 3 კარგი ხარ. პლანშეზე მივხვდი ხო? დოქტორ და გამომეცნობდი. გამოიცნობდი რომ 3-1 ბიჭო ანგრევ კაც ხო? კი, არა, იმას დრეს დღე მეც მივხვდი პროსტა ანდრეს თქოს ვიყიდებდი რაღაცა არა დავშერდი. ძველებერებში როგორ ახაც თუ მიუსკულში იცი ვინ მეგონა ბიჭო ფალკონის როლს რო თამაშობს მარველში ის მსახიობი მეგონა და მე მაგას stage name-იც აქვს ხო იმას გავს ზან იმში ეგ ტიპი იმაში თამაშობს 8 Mile-ში არის დოკი ქვია მან პაპადოკი ხო ძველებერებში როგორ ახაც ძველი ახალი ეხელზე კიდე ესენი ძველები იყვნენ ხა მე ყველასთან თუნდაც ვარ დავაი 1 2 3 აი აუ მოიცა ბიჭო ხო უნდა ვასწავლოთ მეგობრებო ახლებს თუ არიციან ძველები კლანი რო გამოვიცნო არც კლასის არ მიეკუთვნება არა კლანს ეს ჯგუფი რა კაი მოდი მინიჩდება მოგცემ ბევრი ლოები ურევია ბევრი ლოები ურევია კი ესე იწყება LL LL Cool J აბა ხა თუ ყველაფერი გითხარი ძმაო ახლა ამას ვეჭველი ნახევარს ნახევრად გამოიცნო და არა ამას და მოდი ამას და არა იცანი რო რამე და ვერა LL Cool J საერთოდ იცოდი არა ხოდა მე ვიცოდი მაგრამ просто ვერ ვიცარი სახეზე ხოდა დღეიდან გეცოდინე ძმაო მე არა LL Cool J ვიცი Eminem-ის საყვარელი არტისტია ფულები როგორ არის სამითორს სამითორს ესე იგი მაინც მიგუგული რაღაცა არის დიალშობის კეფში რაღაცა მაშინ მიბატონი 1 2 3 სნუპდოგი მე ვთქვი პირველი ამა სნუპი კი თქვა სნუპი მე გძლად ვთქვი სნუპდოგი და შენ ძელი სიტყვა მოკლედ დავაი ეგრე რა გამოდის 3-3 კი Big O Double G და რაღაცები Snoop Doggy Dogg და ყველაფრის თქვა შეგიძლია რა თქმა უნდა მე შეგახსენებთ მეგობრებო რომ Doggs აგება არ უყვარდა დღეს მინდა რომ წააგოს რომ მე ფინალში არ წააგოს 1 2 ოპა Lil Wayne my gold brother თბებში უფრო ის არის ანუ Lil Wayne არის ყველაზე goat-ი MC მთელს დედამიწაზე ვინც დაბადებულა და ვინც დაიბადება კიდე ალბათ მოიყვანე რაიმონ დროჩი სიამოვნები ო მაგას მეც სიამოვნები Eminem-ს შეეჯიბროს ხო არა Eminem-ს არ შეეჯიბროს საბაშას აუ საბაშას მოკითხვა აქედან სხვადასხვის ფინალზე საბაშაც იბეთლავებს სტიჩისთან ეს ახლა ექსკლუზიური ინფორმაციაა ჯერ ბანერებზე ანუ არ დადებულა ხო მაგრამ ინფორმაცია ექსკლუზიურია ჩარტი მიყვარხარ მაგითო ვახსენებ ხოლმე დიჩი მეთქი აბა შენ რა გონია 1 2 ოპა იცის რა არ და ორიგინალში გაჩვენე როგორი იყო იცი ეგ ფოტოც ვიცი და ეგ ფოტო ვიცი всё აშე შეუნდა ეს შესვლა აჰა იასნა ძმაო რა გამოდის ახლა მოდი 4-4 ხო კარგად მიგუგული Rest in peace OGs პირველი ტური ასე ვთქვათ ფრედ დასრულდა მეგობრებო და არის 4-4 მაგრამ შენი ბრალია და გეტყვი რატო უცებდი კი ყოველთვის კენტი დასვი ხოლმე ჩელენჯის ისინი რა და უეჭველი ვიღაც ერთი მოიგებს რა ეხა იყო ლუცი არა მე შემეძლო კიდე მეტი მაგრამ სასველიც ისე დაჯდა რაღაცნაირად თუ თქოს მე ხო კიდე სასველიც მე შემიძლია გავაგზავნო მაგრამ თუ როგორ გინდა თუ კიდე დავამატოთ ერთი წმენა იყოს ეს ფრედა გადავიდით შემდეგზე არა გადავიდეთ ხო მაგრამ პროსტა შემდეგზე კენტი დასვი ეს თუ გინდა ამოჭერი იმიტომ რომ არა მოდი კაცო იყოს რა პრობლემაა ეს მისცემ და მე და სხვათა შორის კომენტარებში შეგვიძლია დაწვეთ მაგალითად რას დაამატებთ რას ამოვაკლებთ ვისი სულებით აქ და ასე შემდეგ ეხლა ჩათვალე რომ 0-დან ვიწყებ 0-0-დან აზრი არ აქვს იმ 4-ს და იმას რა 0-0-დან და მოდი რო არ გეწყინოთ კიდე ერთი დავამატოთ მაშინ ძლივს გადავრჩი მაგ ტურს არ ვიცი ოკეი კაი მე გადაცემის რჩევა მივიცი უბრალოდ კი ბატონო შემდეგში გათვალისწინებული იქნება ეგ ამბავი აუცილებლად ეხლა შემდეგი ჩელენჯი არის ესეთი 20 წამში ანუ ესე არ იქნება დასწრებაზე არ იქნება მაგალითად ვკითხავ დიჩის მაგალითად რომ აი 20 წამში რამდენ ქართველ რეპერს ჩამოთვლი მაგალითად რა ჩავთავ სიტყვის მასალთან რა ჩავთავ წამს მაგალითად 20 წამში ზოგს ადვილი გონია რა აი რა თქმა უნდა და შეიძლება უცებ მეხუთე მეზოზე გაიჭებს ან ვერ მოასწროს მაგ შემთხვევაში დალევს თუ არა არ დალევს ხო მიხვდით ვიცით დავა 1 2 3 და ესე გადავოთ ტაიმერის ამბავი გავაძროთ მე დავუნიშნავ თუ მინდა აქ ტაიმერს დავი გააკ რო კი აქ ტაიმერის მეტი რა ტაიმერის მეტი რა მაქვს ეგ ზუგა კაფეის ტაიმერის მეტი რა მაქვს ჩემო თორნიკი 1 2 წავიდით ზურიკო გოკლიანი ძვალი ტო კაფე
დოკი, მე, ამატერასუ, ატო, პელე, ძვალი, კაბუ, რა მეტი ვინ რა ვიცი, ბევრია, კაროჩე ძვალი, კაბუ მართლა არ არის ადრე ძვალი, კაბუ მალე წააგებს. წავიდა. შენ თუ ხო მაგას გეუბნები, შენ თუ ამაზე მეც ჩამოთვლი, მაშინ წააგ. ხო, და უნდა გაიმეორო მე ვიცი. კაი. დავაი. თუ შემთხვევით გავიმეორე, პროსტა არ ჩათვალო. ხო, შეიძლება სიტყვაზე მომკლეს. მე რამდენი ვთქვი? 12. დაჟე მახსოვს ყველა ვის. დავაი. წავიდე. თოკაფე, კონტრა, სკაირესი, კამი, გულიდე, ვაჩე, სიჯეი, მამუ, ჭია, ანარქია 18, ტაჰა, რა ქვია, მოსკა, მონტანა, რა ქვია მაგას. ისა კილა იყოს ვაიმე ჩემი. დავიდა დრო. ამდენი გამოვიდა. 10. ტოკაფე მე მქონდა ნათქვამი უკვე. რა ვიცი, ხო. რა აუ ესე მაგარი რთულია. აი, მაგას. მეც ვერ გავიხსენე იმ ვიცი ყველას ხო, წააგო დოკი. ეს მე წაგევარგენახო ჩემო. ყველას ვიცი. ეს როგორ ანუ წავიდე? შეიძლება სახელი იცოდე, მაგრამ მე ყველას ვიცი. დავაი დააყენო. ვისი სახელით ვერ გავიხსენე. ეს რა წავიდე ვარქავ. ხოლმე ხა დამათრო ჯერ და მე. ხო, თავარი არ არის აქ, ხო. აუცილებლად რაღაცა. კაი, მოდი რადგან ეგრე ვაგრძელებთ, ესე გავაგრძელოთ, ესე იგი 1-0. ხო ისე? პირიქით 1-0. 1-0, ხო. აი ჯერ იმისგან გქონდა. ისე როგორ მიხარიო, თოკაფიო რო ახსენებდი რა, მართალია რეპერი აღარ ვარ, მაგრამ მაინც რეპერი ვარ. მინდა აგერ საიდანაც უნდა შეხედო. არა, უყურე ერთ ტრეკს რო გააკეთებ თუნდაც ცხოვრებაში, შენ ხარ რეპერი, ოღონდ გინდა ექს რეპერი. ხო. და გინდა სექს რეპერი. გინდა სექს რეპერი. როგორ გე ჩაფი თუცალია? რამცალია. დავაი ვაგრძელ. ესე იგი, მოდი მაშინ ესე ვშავე ხა კითხვას. 20 წამში რომელი უფრო მეტ უცხოელ რეპერს ჩამოთვლით თქვენი აზრით? აი შენ რამდენი რეპერს ჩამოთვლი მაგალითად 20 წამში უცხოელს? მოდი ხო, მაგაზე ჩელენჯი და ვინც ყველაზე მეტ დაასახელებს. შენ რამდენი დაასახელებ მაგალითად შენი აზრით? კაი, ვაჭრობა დავიწყოთ 5-დან. შენ? 10 5 და ხო დაი? 25? 20 წამზეა ლაპარაკი. 15. არა, 25 ჩემზე მეტი უნდა თქვა, ან მე ვიწყებ. ამა უნდა უთხრა მაშინ რომ კაი თქვა. თუ ვერა თქვა 25 მაშინ სვავს. კაი. მოსულა? მოსულა. 20 წამში უნდა თქვა 25. მოსულა. დავაი, აი ესე ვითვლი იცოდე. 50 Cent, Ice Cube, Snoop Dogg, Eminem, LL Cool J, კონტრა ქართველი კაი, Dre, Doki, Dr. Dre, Doki ქართველია. დროს მართლაც, ქართველი უცხოელიც არის Doki. ოკეი. მორჩა დრო 10 წამი გამაწყვეტინე. კაი, დავი ჩართე თავიდან რაღაცყვეტი. დოკიო აშკარად, ხო? 10 წამი მიეცი? ხო და დოკი მარტო ეს ხო არა, დოკის მეტი. 10 წამი მიეცი? რამდენზე ვიყავი ასული? მოდი დაიწყე, თავიდან დაიწყე. ხო გახსოვს ვინ ჩამოთვალე? ყველა ახლა არ დამამახსოვრდება. დაიწყე თავიდან. გაიმეორე, დავაი. გაიმეორე, მიდი, ვინც გინდა. დაი თავიდან ჩართე, დავიწყე. დავაი, მიდი. ჩემი შეცდომა თუ იყო ბოდიში თვითონ, დავაი. არა ხო, დოკი ვინ დოკი? ბოდიში. ეგ ბოლოს გავარკვიოთ რომ მორჩები. დავაი. წავიდა. Dr. Dre, Eminem, 50 Cent, LL Cool J, Ice Cube, Snoop Dogg, Bled Yellow Wolfie, Cardi B, Cool Tridan, მორჩა. აი, მაგას შანსი არ რა არის. უსწაფლები. რა ეგარი, რო ანუ თავი კი ვიცი ბაზარი, მაგრამ რო უნდა ჩამოთვალო და გონებასაც რო ბიჭო, არა ნასვამი რო არ მაგ აი ბევრი დავლი სერტიფიკატი იმისთვის რომ ყველა ჩამოვთვალო. ერთი ნახევარ ჭიქაც მოგიწევს. არა, დაავლები მაგერ ჭიქასაც. ბიჭო, ანუ გადამთვლელი არა, მაგრამ გადამთვლელი ვარო, ამდენი ჩამოვთვალოთ რომ. კაი, ესე ერთით-ერთი ესე იყო, ხო? რაღაცა მე მგონი იგივე. ბიჭო, რა ბოდიშიც მოყოლა rest in peace. ჩემი რავი. ბევრი უნდა მე. ეხლა დავაგებულზე ჩამოგითვლი 200. ბიჭო, მაგას მეც მაგაში. ყველა ქართველი რეპერი ვიცი, მაგრამ ვერ ჩამოვთვალე. არა, ქართველი რეპერი კი რა, უცხოელი ბიჭო, კორეელებიც კი ვიცი. 20 წამში რეპერებზე ფილმები როა. ვინამდე ჩამოთვალს. თან ბევრი არ არის ზოგადად, მაგრამ შეიძლება ზოგმა იცოდე, ზოგმა არ იცოდე. ეხლა ნახე რეპერებზე რო ფილმები არის თუ რეპ სიტუაციაზე რო ფილმები არის. ნუ აი ხა როგორც მერვე მილიარი და ასე შემდეგ. რა ხო ხდები? ეს უკვე ერთი ჩამოთვალი და სულ 5 ალბათ გამიწაზე მეტი არა. აუ არა რა, მაგ ფილმებში მაგარი თუდად ვარ. მე ყველა ნახე მოსახლეები არ მახსოვს პროსტა. ხო და მეც ეგ მაგ თორე ეგრე რაღაცა სცენარს მეც ვიტყვი. ხო და
თქვი ციფრი შენ რამდენზე იყავი? შენ ანუ წინა შეთანხმებით 4-ზე, მაგრამ მე გეუბნები რომ მინიმუმ 2-ს ვიტყვი. ფილმს სადაც ან რეპერზია, ან რეპერი მონაწილეობს. მე ვთქვი 3 და შენ თქვი 4. ხო, თქვი 4. 4 ვთქვა. ანუ აძლევ. ხო, სახელი უნდა თქვა ფილმის. ფილმის სახელი უნდა ვთქვა ან რეპერი სადაც მონაწილეობს ფილმში. ხო, კარგი. Jump Street 1, Jump Street 2, Die Your Get Rich და 9 Shots 50 cents-ზე ძმაო. არის. 4-ია. არის, კი. კი ბატონო, ქნა. მოგიწევს. რამდენ ადა ყველაზე ისეთი კითხვა იყო ეს მეგონა და ყველა ამ კითხვაზე წავიდა ყველაზე მეტი ვჯელი. ბიჭო, ყველა ნანახი მაქვს, სახელები არ მაქვს. ყველა ვიცი. სახელები მართლა არის. ყია გეთქოთ უპოგეს პირველივე ეგრევე. ყველა სიმაში აქვს ხოლმე ეგრევე. მაგრამ ეს ახალი თაობა და მივით გენეცოდი. ბიჭო, მე ჩვეულებრივი არ რეპერული ფილმების სახელები წავიცი ეგ. ერთ რეპერებს გაუმარჯოს. აჰა. მე დავლებ თქვენ სადღაც და დავლიეროთ სხვა ინტერესს. მე ვიტყვი ფილმს Bodied. ბოდი. შენ ის მე უყურე სხვადასხვა რომ მითხარი და ძალიან დერსკია. პროსტა ფინალში იმედი მაქვს თქვენ არ დაგემართებათ რაღაც ეგეთი. პეტრე სარაჯულის 12-ია, სადაც უყურებთ მეგობრებო, უნოში ძალიან კარგი ადგილია. მოგზანდებით, მიერთებთ, დალებთ, შეჭამთ, გაერთობით, იცეკვებთ და იმხიარებთ. ბიჭო, აღწერაში იქნება ბრეიკი არ გვაქვს. ანუ ქათი რო გავაკეთოთ და გადავობათ არ შეიძლება? რაღაც კარგად მივდივართ. და მაგრამ ერთიც იქნება და კაი, მიდი ერთი. ხო, ბაზარი არა. იმიტომ რომ მოწიო, ხო? ხო რა, უეჭველი. არ მოწიოთ ბავშვებო, არ მოწევა კლავს, მოწევა ძალიან კლავს. გოდია, მაგრამ ვინც ეწევი ძმოს, მოგ ბრეიკები მოითხოვოთ ყველგან. ხო, აქ ახლა ამოიღონ და მოწიო, არა. რაღაცა არც მოუხდება და არა, ცუდი რეკლამა არც იქნება. მოწევი კაცო. ოკეი, პრობლემა მოვით. 20 წამში რამდენ გარდაცვლილ რეპერს ჩამოთვლით მაგრამ? ბიჭო, 5 მინიმუმ 5. ძალიან დიდი ხანი მოფიქრობ, თორე უკვე იფიქრებ იმ რეპერებს ვინც იცი და ახლა 20 შეწერობა. დიდი ხანი რო ფიქრობ. მე ეგრევე ვთქვი. 6. 7. დავიხსენე კიდე? თან ფიქრობ. 8. ვა, კი. 20 წამში დაჭო. დავაი. სამბოლოს სულ მე ხო არ ვიტყვი შენს თქვი რა. 3 2 1. დავიდა. Okay, Pet Stay, Biggie, Easy, Tupac, ისა რა ქვია, X-ი, კიდე მჯერდება რამდენი 3, ხო? აჰა. ხო, ისა. მიხმაროთ. არანაირად. შავი პრინცი? მიხმარ. Rest in peace. შავი პრინცი, ვეჭვი. კარგად იყავი. და ხო, 6 აი, თვალი. ხედავ. ვიცოდი რომ ვერ მოვა. ჩემი DMX-ი რატო დამიკარგე? DMX მე ძმაო. სხვათა შორის Die Or Get Rich არის DMX-ის ჩემი ნეიდოგი როგორ დამიკარგე? ბიჭო, აი რა ხალხი დამიკარგე? Nipsey Hussle. Bronx-ელი 33 წლის. დავაი დალი ეხა ძმაო, წააგე. რამდენი ანგარიში? მე ვარ 2 ძმაო, ის არის 1. დაჯეჩე. აი, ეგ არის გონია თუ აი, რა უნდა კაცო? უცებ ჩამოთლე. მაგიტო დავაყენე ძმა ტრაგედია. მეც ვიტყოდი რომ გამარჯვებულს მეგობრებო, რა თქმა უნდა, აი ეს პრიზი Evo Technologies-გან, რომელიც გდანში მდებარეობს ვეკუას პირველ ნომერში. აი ეს. რამდენი ტური გვაქვს ვაფშე თამაში? მალე მოვჩებით მეგობრებო, აღარ გადაგა. ანუ ეს ბოლო ის არის. ერთი იქნება და კიდე ერთი რამდენიმე კითხვა და всё. ბევრი აქვს, რომ ეს დავლივოთ და ეგ არის, მეტი არა. იმიტომ რომ რაია. პატარა დიხართ ხა, მე რეიტყვია, ვინა, ბიჭო, მოხალსო თო კაფესო. ვინა? ჩემთან შედარებით ეხა გამოვასწრე. იგი. ჩემთან შედარებით. ოკეი. ამ ტურში კიდე ერთი დარჩა. 20 წამში რამდენ რეპერს ჩამოთვლი უცხოეს რა თქმა უნდა, რომელსაც გრემი აქვს. აღებული. Oh, this is fucking difficult. მე აქ ვარ ჩამოწერილი. სუსტარცელზე მაწვები მაგარი გაუნათებელი. ორს. ორს ჩამოვთვლი. და რო ჩამოგითვით რამდენ მაგრამ გაგიკვირდა. 3 ჩამოვთვლი. ან 3 ვინც უეჭველი მახსოვს კაცო. თან სიაში უნდა მოხდეს იმედია, შენ რამდენ ჩამოთვლი? არა, სიაში მოხდება თუ არა, არ უეჭველი ვიცი. არა, მე აქ მაგ იმინასია, ვისაც აღებული აქვს უეჭველი. ყველა სიგა ხო, შე? ხო, ვისაც აღებული. მაშინ უეჭველი იქნება, ვისაც ვიტყვი ის სამივე თან. ხალხი გამოიწერეთ. ალექს ხوار გაიჩიეს? სამი ხო? უეჭველი. შენ? არა, ჩამოთვალოს მე ასე არა ვარ. მაქსიმუმ კაი, წამზომი ვაფშე არ გინდა 20 წამი არ ჭირდება. Eminem-ი, არის? Jay-Z, არის? Kendrick Lamar. ისე რამდენი იყო, იცი? Jay-Z-ს აქ მარტო 24 გრემი, Kanye West-ს 24 გრემი, Eminem-ს 15, Kendrick-ს 17, Pharrell Williams 13, Pharrell გიჟი. Drake-ს 5, Missy Elliott-ს 4 და Cardi B-ს 1. ის ცხოვრება არ გავირთულე და მე ვიცოდი რა ვიცოდა. ეგ არის, რა გამოდის? ბიჭო, ძალიან დათვა კაცი მე მგონი. უნდა ხიო. თუ ბავშვები დათმო ეხლა ერთი
რაღაცა მოკლე. კიდევ მოსვიძა, სადაც ბიჭო, რაღაცა გადაიღე, რაღაც უფრო გაშლილი არის. ბიჭო, ყველი ვერ გავიგე ხო რაღაცა. მაგრამ რატო გერიდება? სეთის ხელს ვერ ვიტანა, ყველი მაგრამ რატო გერიდება? კაიდოს კი გეუნები. ეს რა არის როგორ თუ გინდა მოგაწოდებ ძმა და რაღაცები გაშლილი, ხა პიცა ჩემოვა. მე ჭამა თუ იყო ვერ მითხარი, უფრო მეტი мотиваციით მოვიდა. არა, პიცაც მოვა ეხლა, მაგრამ შეგეძლოთ რაფია. შეხა სხვა ტური. კიდე სხვა ხო, ტურში. მაშინ გამოვაკვე ერთით-ერთი და ო, ეს სუპერ მარიოაზე ამდენი. შენ თუ გზალია? დაი გამოუში მან. გასინჯეთ გემრიელობები რაღაც. არა, ყველა ჩემის ჭამის ბრეიკი არ გვაქვს ხო? smoke break-ი? არა, ეს დაუმთავრდა. უცებ იქნება. ამიტომ ეხლა რომ მოციო, მე უფრო მოგიკიდება ძმა დამიჯერე. მე არ ვეწევ. ყובה. აქ არის გამოწყობაზე. დავა. აღოთ როგორი რაღაცა უყურე, შეიძლება ზუსტი ციფრი არ იცოდე, მაგრამ ვინც მიახლოებულს იტყვის, ისა გამარჯვება. კი. დავა, გამოუშვა. რამდენი ალბომი გამოუშვა კენდრიკ ლამარმა? სტუდიურ ალბომზეა საუბარი. მიახლოებითი ციფრები. ოფიციალური ხო, რელიზი ოფიციალური სტუდიური ალბომი. 4. ეთახმები? თქვი. 5. კენდრიკ ლამარმა გამოუშვა 6 სტუდიური ალბომი. Yes. შენ რამდენი თქვი? 4. შენ რამდენი თქვი? 5. ვინც აგო? ოკეი. ცოტა შენს დალიო. რაღაცა კრები. ოკეი. რამდენი ალბომი გამოუშვა დრეიკმა? აუ. ბევრი იქნება. ძალას თუ გადაიწე უკვე 20 ალბათ. 20 ძახ შენ რამდენი სამო? მეტი თუ ნაკლები? აკლებს ვიტყვი. მაშინ შემოიგე 8 ოფიციალური ალბომები სტუდიური გამოშვება. მღადაო? არა, აი ძმა ოფიციალური ინფორმაციებით არ მოსული. ალბომი ძმთული თემა. დრეიქს აქვს სოლო სტუდიური ალბომი გამოშვებული ძმა 8. არა. ხო, სტუდიური ალბომი, ხო. მაგას ჯგუფიც ჰქონდა, კაცო ჯგუფთან ერთად. ხო, მაგრამ აქ არის კონკრეტულად აი. დრეიქის საუბარი, ძმა. ნახე როგორ გვაჰეიტებს აქ. ანგარიში მითხე თუ წე. 2-0-ს ვიგე. ბიჭო, რაღაცა ამ ტურში თუ შენ მოიგე, მე მგონი That's because of luck, brother. რამდენი ალბომი გამოუშვა 50 Cent-მა? სტუდიური. ოფიციალური ალბომი ჩვეულებრივ სტუდიური ოფიციალური. 1. შენას მოდი თუ ნაკლები. შენ უფრო ახოცა 5 სტუდიური ალბომი გამოშვებული. აი ძმა ინფორმაციები. ეს მაგარი არასწორი რაღაცა. არა, ოფიციალური მონაცემებით არის. ჩემო ძმაო, აი. ბიჭო, რატო არასწორი? 1 მე ვთქვი, 2 თქვა იმან. ანუ ის უფრო ახლოს არის. შეიძლება 4. მე პირველი ვარ, აი აღარ ვიტყვი პირველი მაშინ, რა ეგ არასწორია. შენ რომ გეტყვა 5-თან ნახო. ნუ მაგარი ჯეტერობას მივაგერი, ამას ვათქმევინებ და მე არასწორია, ხო რა. ანგარიში? 3-0. 3-0. ოკეი. მაგრამ 1-0-ს უკვე იგი ისე. ისევ და ისევ. აუ. ჯერჯერობით რასაც შეხედავ. აუ. ერთი ჯერმატო შეხედულებით არის ძალიან მაგარი. ეხლა ვერ მოგაწოდებ. ბიჭო ვერ მოგაწოდებ. მე მოგაწოდებ. ჯერმატო შეხედულებით არის ძალიან მაგარი. უნოში არის ესეთი მაგარი პიცა. მე ვარ მაგარი ფუდი. და საფოგებ ვინვის მისცა არ ვიცი, მაგრამ რუანე თქო არ შემიძლია. აი ესეთი კარგი შეხედულებით არის, რომ რაღაცა ხალხი გამითრვა აქ და ტელე ამბავე. ეხა კომენტარებში რა თქმა უნდა ველოდები იმას, რომ აი რატის ბარს მიბაძე და აი იმას მიბაძე, აი ამას მიბაძე. რა თქმა უნდა მე მეყოლაფერს ველოდები. მე მეყოლაფერს ვზათავარ, მაგრამ მე არ ვჩერდები, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, ღმერთის პატივით ნელა სპონსორების თემები იხოდება, რაღაცები არის და ასე რომ ეგ ამბავი კიდია. მაპატიეთ რასაც ვამბობ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ წინასწარ ეგ ამბავი იქნება. თქვენას იტყვით ძმებო. ჩვენ ხო ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ, თქვენ რაღაც ხო უნდა გავაკეთოთ. მარტო პოდკასტები ხალხი მოიყვანოს, დასვი ალაპარაკი ეგ ძალკე თემა, მაგრამ ესეც ხო სახალისოა, მოდივარ. ძალიან მაგარი პიცა. არა, პიცა კაია. ერთ რაღაცას აღვნიშნე უბრალოდ რა. ჩვენს გვეუბნებოდნენ რა. თავიდან რაიმენდროც რომ ბიჭო PvP და ღმერთმა რა ვიცი ძმაო ცხოვრებაში ბევრი წარმატება მოგცეთ, მაგრამ ეგეთი ტიპები просто ვერ მიაღწევ წარმატებას და გეტყვით რატო. აი გვერდზე შაურმა გაიხსნა და მარტო იმან უნდა გაყიდოს შაურმა ძმაო, აი სხვა დედამიწა უნდა გაჩერდეს და თორე კოპირება. ეგ არ არსებობს. ეს კულტურაც რაღაც ანუ ყველაზე ცუდი შედარებაა, მაგრამ ეგეთ თემაა რა. არა, კაი შედარება გააკეთე. ეს კულტურა არსებობდა PvP-მდე და ანუ რავი
ჩემი მეგობრები არიან, ღმერთმა გაუმარჯო ძმაო, მაგრამ PvP რო გაჩერდეს ეს კულტურა კიდე იარსებებს და სულ იარსებებს, როგორც ხო რა არსებობდა. PvP-დე რა არის? მე ვიტყვი რა. ხო PvP-დე რა არის? ძმებო, აი დავამთავრო მაცადე. ოკეი. ხო და ამიტომ არ ხო მაგარი თუ ძალიან მაგარი. თუ თქვენ რაღაც პირველად ნახეთ სადღაც არ ნიშნავს რომ იმათმა გამოიგონეს. ანუ ბორბალს ხუჯი არავინ არ იგონებს. თავის ვერსიას აკეთებს ბორბლის უბრალოდ. ახალ ველოსიპედს მაგის თქმა უნდა. ან ბორბალი ეთერო ველოსიპედი ბორბალის გარეშე რამა აბა. რაც მინდა. ხო და ანუ ხო ხდებით რა. ასე რომ მაგ ეგ ყველაფერი მე უბრალოდ გადის იმაში რომ ჰეითერი როჟა იჩტები და უბრალოდ ტიპებს ელაპარაკები იმაზე რაც არაა საფრთხილი რა. PvP-ს ბეთლი არ გამოუგონებია. PvP-მ საქართველოში შემოიტანა, მაგრამ თემა რა არის იცი, სანამ PvP იარსებებდა მე და პელე underground-ში ის არის ესა წარმოგეგი. სანამ საერთოდ PvP იარსებებდა მე და პელე პირადად ბეთლაობდით underground-ში. ერთმანეთთანაც კი გვებეთლავდით. სანამ შენ და პელე იყო მე რეებს ვაკეთებ იმას აღარ ვიტყვი, მაგრამ ბეთლზე კი ბატონო მე ხმას. არა, ბეთლის ამბავში მე ბეთლზე ხმას შენ ჩემს დაბადებამდე რო რეყავდი იმას რა ვუყობე არ ვიყავი სხვა რა ვქნა. ჩემი მრავლია. ხო და ხო ხდებით რა, ანუ ბეთლი PvP-მდე ადრე არსებობდა, Diamond Roots-ზე ადრე არსებობდა და იარსებობს კიდე ყოველთვის. ძმებო, PvP-ის მთელი ორგანიზაცია მოდიან ჩვენს ივენთებზე, ჩვენს ფინალზე, ჩვენ ყველანი მივდივართ იმათ ივენთებზე, one take-ზეც ვიყავით, ძალიან კარგ ურთიერთობაში ვართ ერთმანეთთან, ხარს უჭერთ, ჯანსაღი კონკურენცია, ჯანსაღი ყველაფერი და არაფერი ისეთი რომ ვიღაცას რაღაცას ახევს ან რაღაცა ეგეთიან პარამეტრს. მე და ერთად ვაკეთებ ყველა რა. მე და ყოა გამაში ან იმაში კენაში მივალ და მე გავლახავ. ო, აი მას ამოუჭირდა ცალკე დაიდება. ყველას ვნახავთ ორივე პროექტში. უეჭველი. ეგ მოხდება. ანუ ყველას გადაობა რა არის, იცი? ცხოვრება მისი მოიტანა და ისე დაიმოყვა ეს ყველაფერი, რომ იქით ორგანიზაციაში მეგრელები არიან, სულ მეგრელები არიან. აგიცა და ორი ხარ. სულ მეგრელები ვარ. მართლა, ანუ მე და ჩემი ძმა. გონია მე ძმაო, ერიგავი. მეგრელები არის ხალხი ვარ. ერთრები შემოიტანა სამეგრელო. ახლა საქართველოში შემოიტანა. საქართველოში ძმაო, მე ვიძახი ბიჭო, ანუ მართლა ბაუსკეფიცები ძმაო, გულწრფელად ვამბობ, რომ არა PvP. მეთქი რომ არა მეგრელები ისე მიყავდა ბაზარი. არა, მაცადე, იქამდეც მივალ. იქამდეც მივალ. რომ არა PvP. საქართველოში ჰიპ-ჰოპი ამ დონეზე ვერ განვითარდებოდა და ეხა კაბუმ რაც არ უნდა ითქვას, რაც უნდა ითქვას კაბუმ რა, ეს არ მომიჭრა. არა, კაბუმს მე მაგრამ ვახსოვს. კაბუმ მაგრამ ვერ გავიგე. აი ხა რატო კაბუმიასთან შოუში მივიდა და მიდიანატებდა. ბოთლი და ერთმანეთს ვაგინებენ და ეს რამდენი წლის წინ იყო? როცა იყო რა მნიშვნელობა, კაცო, ანუ მე გეუბნები ძმაო, კაბუმ რაც ჰიპ-ჰოპისთვის გააკეთა, იმის მესამედია, რაც მარტო PvP flow და ზოგადად PvP-მ და flow მაგაზინმა გააკეთა ჰიპ-ჰოპისთვის რა. და ხა კაბუმ რო იქ ბაზარი თქვა, მე ჩემი აზრი მაქვს, მე რეგეთუცა. მაშინ კაბუს ეგ ჩვენზე ვაფშე არ ქონდა წარმოდგენა, იმიტომ რომ არ ვარსებობდით. მაგრამ ეგ არასწორი ამბავია, რომ ვიღაცებს შეურაცხყოფა მიაყენო და დააბრალო ის, რომ ერთმანეთს დედაზე აგინებენ მარტო იმის გამო, რომ თვითონ კულტურის იმ კონკრეტულ ასპექტში შენ არ ხარ გათვითცნობიერებული რა. ასე რომ კაბუს იმ გამოსვლით ხო. მეც შეურაცხყოფელად ვიგრძელი თავი და ყველა იმ ადამიანმა ვინც იქ მოდის და ესწრება რა. ასე რომ არ არის უბრალოდ სავალდებულო ის ამბავი, რომ ჩვენი მთლიანი შეხედულება გამოვთქვათ ყველაფერთან დაკავშირებით. ჩემ გადაცემას ელოდებოდი რომ ეგ გეთქვას, მაინც და მაინც. არ მომეცა საშუალება რომ სხვაგან მეთქვა. დღეს დაპოსტა დღეს პოსტის დავწერე. არა, მე უყურეს რომ ამიდა რომ ძალიან გავგიზარდეს რაღაც და მე ვიღაცა მიაწერო სისტემა რომ პიანი ბაზარია და რაღაცა. მე სრულად მესმის ამ კაცის თემა, რასაც ამბობს და კი ბატონო. უბრალოდ როგორი რაღაცა უყურე, მეც ზაზა ნოზაძეც, მასტერს და კიდე რამდენიმე ადამიანი შეიძლება ჰეიტი წამოვიდეს, მაგრამ ძალიან ბევრჯერ აქვს ნათქვამი ეგეთ რაღაც, რომ მე არ მივიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ ჩემს სიტუაციაში არ ჯდება. ხო, ეს ხო არა შემოწყდა. ასაგებია, ეს აი უყურე, მე ერთ რაღაცას ვამბობ, თქმის ფორმა
ალბათ თქმის ფორმას გააჩნია, როგორ იტყვიან პოლემიკას. თორე მაგალითად ესე ვთქვა კაბუს, როგორც ხა მე ვამბობ, შენ ხوار გაგიტყდება? არანაირად. So, აი მაგაზია, ი ბეჭრი, ბოჭრი თუ რა. ხო, ნუ იუმორში გაატარა ვითომ, მაგრამ რომელიც არ არის, არა, ნუ იმ სიტუაციაში და ხო, რომელიც ქართულ ბეჭდრებში დედა არავისზე არ უგინებია და არავის არ გაუტარებია და ძალიან პატარა დროს საგართვეთ, მეგობრებო, გაკეთდა დონაციის ლინკი, რომელიც არის აღწერაში, შეგიძლიათ გადახვიდეთ, ძალიან ადვილი სისტემა არის, KISAG და ვისაც რამდენი მოგესურვებათ, შეგიძლიათ ჩარიცხოთ.